კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 9 საათზე, მე გიორგი აბაზაძე ვარ. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მადლობას უხდით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის, ასევე უკვე გადადგმული ნაბიჯების სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის. დევიდო სალივანი ოფიციალურ წერილში ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დასალურ სანქციებს აუაროს გვერდი. ოფიციალური წევრილი ევროკომისიიდან საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სახელზე გამოიგზავნა, სადაც ხაზგასმითა აღნიშნული თუ რისი პრევენცია მოახერხა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ და რასახის საქონლის რეექსპორტი შეჩერდა. ეს ის ნივთებია, რომლებიც რუსული სამხედრო სისტემებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდისთვის ევროკავშირისგან მიღებული მადლობის ფონზე კიდევ უფრო კარგად ჩანს ყველა ის უსაფუძვლო ბრალდება, რომლებიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში არაერთ გზის წაუყენეს და დღემდე ვერ დაადასტურეს. ბრალდებები კი იმის შესახებ თითქოს საქართველოს შავი ხვრელია რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით წარმოადგენს მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ პროპაგანდას. ევროკავშირის ბრიტანეთის და ამერიკის წარმომადგენელი იყო სწორედ ამ საკითხებთან ჩამოსული და მათაც ანალოგიური შეფასება გააჩნდა. მოусმინეთ ახლა დეკანოვიძე რაც საუბრობდა უკრაინის ტელევიზიის ეთერში, რომ რაღაცა შავი ხვრელებია და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა. ეხო ერთი წამით რომ გაიფიქროს ადამიანმა და ეს პროცესები, ასე ვთქვათ, სიმართლე შეეფერებოდეს, ხო წარმოიდგინე როგორ ზიანს აყენებდა საკუთარ სამშობლოს, ხო? და ამაზე ხო პასუხი არა აქვს. ეს ადამიანები ხო რატო ეძახით ჩვენ უსამშობლოებს, ახლა ნამდვილად მიჭირს ამის შეფასება პრეზიდენტის რანგში, რომ ესე უწოდოთ საქართველოს მოქალაქეს რომელიმეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ზიანი მიადგებოდა ჩვენ სამშობლოს, რომელზეც გარდა ხელისუფლებისა ამაყად შემიძლია რომ ამ ინფორმირებამ ჩვენი საზოგადოების გონიერებამ, სიბრძნემ გადაარჩინა და დღეს იმიტომაც ვამბობ, რომ ხარად ავართ. რატო ვართ ხარად? იმიტომ რომ უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის სად დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. ეს პირველი განცხადება არ არის ამ თემაზე. ჩვენ გვახსოვს განცხადებები საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა სპეციალური კომისიის საქმიანობის შემდეგ, საკითხების შესწავლის შემდეგ საქართველოში გააკეთეს ასეთი განცხადებები, რომ საქართველო არ არის შავი ხვრელი, როგორც მას უწოდებდა ზოგიერთი ბედოვლათი ვითომ პოლიტიკოსი, საიდანაც ხდება აკრძალული პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში არ ყოფილა არასდროს დაშვებული. ეხლაც იგივე შეფასება მეორდება. ოთხივე რადიკალური პარტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მდიდარი NGO-ები ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის გაშავების კამპანიას. თითქოს საქართველოს შავი ხვრელია რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით. უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც რუსული კანონის მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო. გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა მათ არ ასახელებს. ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გახდა ცნობილი. მერცის მთავრობის ყველაზე ძლიერი კონკურენტი 9 კითხვით მოითხოვდა ინფორმაციას ქართული NGO სექტორის დაფინანსების, როგორც რაოდენობის, ისე მიზნობრიობის შესახებ, თუმცა ვერც ერთზე ვერ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია. ალტერნატივა გერმანიისთვის მიწერილ პასუხებში მთავრობა ადასტურებს იმასაც, რომ ფინანსების გადანაწილებაში ჩართულია საელჩოც. ინფორმაცია, რომელიც გერმანიის მთავრობამ გასცა, უკავშირდება საქართველოში GIZ-ის საქმიანობას და მათ მიერ დახარჯულ თანხებს. საუბარია იმაზე, რომ 2020 წელს მათ საქართველოში მილიონამდე ლარი სხვადასხვა პროექტში დახარჯეს. 2021 წელს 400.000 ევროზე მეტი, 2022 წელს 300.000 ევრომდე, 2023 წელს კი 9 მილიონ ევროზე მეტი. თუმცა უხდიდა თუ არა GIZ-ი თანხებს ქართულ არასამთავრობოებსაც, გერმანიის მთავრობამ პასუხი არც ამ კითხვაზე გასცა. მმართველი გუნდის შეფასებით მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს და აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, კონკრეტულად რაში იხარჯებოდა გერმანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ კარგად თუ გავიხსენებთ, საიდან დაიწყო განსაკუთრებული ზეწოლა საქართველოზე, იყო სწორედ გამჭვირვალეობა და კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეობის კუთხით მიიღო ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, ის რომ დღეს გერმანიის მთავრობა არ ასაჯეროებს, არც მიზნებს და არც ზუსტ თანხას, ზუსტად უკავშირდება აი იმ კონცეფციას, რასაც ფარული გზებით, ფარული მიზნების დაფინანსება
დაფინანსება ქვია, რაც ამ შემთხვევაში აზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ყველა ვხედავთ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ელჩის აქტიურობას, როგორ იყო ჩართული ამ პროცესებში და პარტია ალტერნატივას გერმანიაში, ვინც არის ერთ-ერთი ოპოზიციური ძლიერი პარტია, ნამდვილად აქვს ასე ვთქვათ ობიექტური კითხვები ამის მიმართ და ამ ფაქტებით ზუსტად ეს ფიქსირდება, რომ გერმანიის მთავრობამ უნდა გაცეს პასუხი იმ ჯგუფს, რომელიც არის დღეს ოპოზიციაში, თუ რაში იხარჯებოდა ფული საქართველოს მიმართ, საელჩო აფინანსებდა თუ არა ამ რადიკალურ დაჯგუფებებს იმ ქმედებებში, რასაც ამ მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩვენ ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობის პარტია ახლისა და ლელოს პოლიტიკიდან აკრძალვაზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სარჩელი 88 კანონმდაბლის ხელმოწერით მალე თბილისიდან ბათუმში გაიგზავნება. სარჩელის მიზეზებსა და მიზნებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა, ქვეყანამ კი უნდა დაისვენოს რადიკალური ძალის კოლექტიური ნაცმოძრაობის მავნებლობისგან. ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ყოველ ჯერზე იგივე რადიკალიზმის გაღვივებისთვის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარი ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს. და რა თქმა უნდა ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. უცხოური აგენტურა ქმნის ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში რადიკალის აღვივებს სიძულვილს, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ. როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, საკუთარი დემოკრატიული სისტემის წინაშე, რომ არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაშოროთ ამ სისტემას იმისათვის, რომ დაისვენოს საქართველო. ეს ადამიანები აცხადებენ 5 წელია უწყვეტ რეჟიმში, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური. დაადგინოს ვიღაცამ, რომ ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური, ან ჩვენ ფაქტებით ვამტკიცებთ, რომ ამ ორი მხარიდან რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციური უნდა იყოს, რასაც ერთი მხარე აღიარებს, ჩვენ ვამტკიცებთ ფაქტებით, რომ ამ ორი მხარიდან, რასაც ქვია მმართველი პარტია და რასაც ქვია რადიკალური ოპოზიცია, არაკონსტიტუციური არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. მთავრობის მეთაურობა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიტიკულ გამოხმაურებებსაც უპასუხა. ირაკლი კობახიძის შეფასებით ევროპიდან გაკეთებული განცხადებები სამარცხვინო სპეკულაცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. როდესაც სამართლებრივად გინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩდება უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რომ მიიღოს ზომები არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს რო იყოს შიშის გამოხატულება, მაშინ კონსტიტუციებში არ იქნებოდა ასეთი მექანიზმი ჩადებული. ეს ხო მარტივად ჩანს, რომ სპეკულაციაა. რატომ წერია მაშინ პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ შეასრულებელია პარტიების აკრძალვა. შიშრები არიან თუ რატო ჩადეს ეს მექანიზმი? ხო ნახეთ რა მარტივი აფასიანი სპეკულაციებია. ხო კიდევ ერთხელ მოლდოვაში აიგრძალა, არავითარი სპეკულაციები არ მოყვა, არც არავითარი განცხადებები, უკრაინაში აიგრძალა, არც იქ, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ სპეკულირებას, რაც ნუ ძალიან დასანანია სამწუხარო, ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ესეთ სამარცხვინო სპეკულაციებით არ შეიძლება გამოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ქვია ევროკომისიის პრესპიკერი. ყველა მიცის, რომ ნაცმოძრაობას ფარულობდნენ ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის როსე ამერიკულ ბიუროკრატიაში. ამას ხალხი მიჩვეულია, მაგრამ ასეთი პირდაპირი სახის ჩვენება, თვითილუსტრაცია, ნაცმოძრაობაზე გადაფარება, ეს მე მგონი მაინც არ უნდა მოვუდეთ ამ ძალებს ევროპულ ბიუროკრატიას გულისხმობ. ამ წუთებში იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-მე სესია ოფიციალურად იხსნება, რომელსაც პირველად ქალაქის სამარყანდი მასპინძლობს. კონფერენციაში კი 194 წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს დელეგაცია. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და უზბეკეთის პრეზიდენტი, აირჩევენ იუნესკოს ახალ გენერალურ დირექტორს. გაიმართება საკომიტეტო მოსმენები და სექციური სამუშაოები. ხვალ პლენარული სხდომის ზოგად პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საგარეო
სამოქალაქო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარადგენს საქართველოს ხედვას იუნესკოს პროგრამასთან მიმართებაში და ისაუბრებს ქვეყნის მიღწევებსა და მიზნებზე იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში. მინისტრი გამართავს ორ მხრივ შეხვედრებს, ასევე ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს, სადაც სტუმრები ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. დღეს ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება. მერვე მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები. პირველ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილება, დღის წესრიგის მიხედვით არჩევენ საკრებულოების თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, ასევე დაკომპლექტდება ფრაქციები, კომისიები და აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეებს. თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს 11 საათზეა დანიშნული. მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალიან დეტალურად იქნა წარმოდგენილი ის პროგრამები და ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა ინტენსიურად იმუშაოს მუნიციპალიტეტო მთლიანობაში, როგორც დედაქალაქის მერმა თავისთავად, ისევე საკრებულომ. ჩვენ გვყავს ისეთ არჩეული 25 მაჟორიტარი, ასევე 20 წევრი არის სიიდან გასული უფრო სწორედ, ასე რომ ჩვენი შემადგენლობა არის სრულად ზადყოფნაში იმისათვის პროგრამები, მნიშვნელოვანი საკითხები, დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკით, დამთავრებული ეკოლოგიური საკითხები და ბუნების დაცვით და ყველა ის საკითხები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისათვის, მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესრულდეს. თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 102 წლისთავისადმი მიწნულ ღმიღებას უმასპინძლა თურქეთის საელჩომ. ღონისძიება საქართველოსა და თურქეთის ჰიმნებით გაიხსნა. თურქეთის ელჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებსა და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას მმართველი გუნდის წევრები, ელჩები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთი ბევრი სახელმწიფოსთვის სასურველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალშიც. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისთვის. საქართველოს აღმავლობა, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, არამედ რეგიონალური კუთხითაც. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში მშვიდობასა და განვითარებას. თურქეთს გულითადაც შეერა, რომ საქართველოს ექნება ბრწყინვალე მომავალი და თურქეთი მთლიანად უჭერს მხარს თქვენს ქვეყანას და უსურვებს წინსვლასა და განვითარებას. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. სულ უფრო კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის. ერთმანეთის დამოუკიდებლობის პატივისცემა, რაც დემოკრატიული არჩევნების გზით ჩვენი ხალხების ნებაში გამოიხატება, ყოველთვის იყო თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ქვაკუთხედი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიაში ანასაურის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. ცენტრის დირექტორმა დავით სონღულაშვილს ინფრასტრუქტურა გააცნო და კვლევით საქმიანობასა და სერვისებზე მიეწოდა ინფორმაცია. ცენტრის განვითარების მიმართულებების, სერვისების გაფართოების გეგმები და რეგიონული კვლევითი ქსელის გაძლიერების საკითხები მინისტრმა თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ანასაურის დიაგნოსტიკური ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალმხრივი კვლევითი ბაზაა საქართველოში. მინისტრმა მოინახულა ლაბორატორიათა მძლავრი ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ფერმერების, ასე ვთქვათ, ჩართულობას იმ ყველა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რომელიც მნიშვნელოვანია მათი შემდგომი წარმატებისათვის, გაისაუბრა თანამშრომლებს და დაისახა ის სამომავლო მიმართულებები, რომლებიც გააძლიერებს არა მარტო ლაბორატორიათა ქსელს, არამედ მიმართული იქნება ფერმერთა საკეთილდღეოდ. ცხეთამთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ახლად არჩეული მერები წარადგინეს. შეხვედრებს მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტებსა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. მათი მთავარი მისია მუნიციპალიტეტების მეტად განვითარება და მოსახლეობის დობის გამართლება.
მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით უზრუნველყოფთ ჩვენი მუნიციპალიტეტების და მთლიანად რეგიონის მდგრად განვითარებას. მათ საარჩევნოდ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღეს, მაღალი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ზრდის პასუხისმგებლობას. მოლოდინი არის საკმაოდ დიდი. დღეს ისინი პირველად შევიდნენ მერიებში, გაეცნენ თანამშრომლებს. მათი უპირატესობა არის ის, რომ საზოგადოება მათ კარგად იცნობს და ისინი კარგად იცნობენ მუნიციპალიტეტის პრობლემებს. ამ დროისთვის სულ ეს იყო ქრონიკა ეთერში დაბრუნდება 10 საათზე, მანამდე კი საინტერესო რუბრიკების ყურება განაგრძეთ იმედის დილაში.